წმინდა ონუფრე დიდი 5 წლის იქნებოდა, როდესაც მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, რადგან პატარა იყო, ხშირად შიოდა, სატრაპეზოში შერბოდა და პურს ითხოვდა. ტრაპეზარმა ბერმა შეამჩნია, რომ ბავშვი ხშირად იღებდა პურს და სადღაც ქრებოდა. იფიქრა, ალბათ რომელიმე ცხოველს კვებავსო. ერთ დღეს გადაწყვიტა უკან გაჰყოლოდა და ენახა სადმი ჰქონდა პური. დაინახა, რომ მონასტრის მთავარ ტაძარში შევიდა და კარი დახურა. ფანჯარასთან მივიდა ჩუმად და თვალებს არ დაუჯერა. პატარა ღვთისმშობლის ხატთან იდგა პურით ხელში და ჩვილი ესოს ესაუბრებოდა. დღესაც მოგიტანე პური, რადგან არავინ არ გაჭმევს, არც დედა შენი. და პურის ნატეხი გაუწოდა. ჩვილმა იესომ ხელი გადმოსწია ხატიდან, გამოართვა პურის ნატეხი და ხატში გაუჩინარდა. ტრაპეზარი ბერი გაოგნებული, კრძალვით და შიშით გაიქცა მონასტრის წინამძღვართან, რათა მოეყოლა ნანახი. მონასტრის წინამძღვარმა ბრძანა